ნებისმიერი ინსტიტუტის გაძლიერებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია კვალიფიციური კადრების არსებობა. ამ კუთხით ძალიან სწორი ნაბიჯები გადადგა საკპატენტმა. 2014 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა პატენტწმუნებელთა გამოცდები და ჩვენ უკვე გვყავს 28 ახალი პატენტწმუნებელი, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს 2 ეტაპიანი გამოცდა. გარდა ამისა, არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ვატარებთ იმისთვის, რომ კვალიფიციური კადრები ჩამოყალიბდეს საქართველოში, მაგალითად ქუთაისში ეწყობა ახალი სასწავლო ცენტრი, რომელიც შემდეგ წელს ამოქმედდება, ასევე ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტში საკპატენტის მეშვეობით ჩამოყალიბდა საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა, სადაც სტუდენტები სწავლობენ ინოვაციებს, მეწარმეობას, ასევე ინტელექტუალურ საკუთრებას და ბუნებრივია ესეც მნიშვნელოვანი ღონისძიება იმისთვის, რომ საქართველოში კვალიფიციური კადრები ჩამოყალიბდნენ და გაიზარდნენ. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საკპატენტის ინიციატივით იუსტიციის სასწავლო ცენტრმა 2014 წლის შემდეგ პირველად ჩაატარა საკპატენტის საკვალიფიკაციო გამოცდა. აღნიშნულ პროცესში ჩართულები იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საფრანგეთიდან და ტაილანდიდან. იუსტიციის სასწავლო ცენტრის თანამშრომლების, ქართველი ექსპერტების და ფსიქომეტრიკოსების მიერ განხორციელდა აღნიშნული საგამოცდო დავალებების ეროვნულ კანონმდებლობაზე მორგება და ფსიქომეტრიული ანალიზი. მიხარია, რომ დღეს მე აქვარ საქართველოს პატენტწმუნებულის სახელით, მინდა ასევე ჩემს კოლეგებსაც მივულოცო ეს კარიერული წინსვლა, ვუსურვო მათ წარმატება, საკპატენტს კი გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა, რომ მოგცა ეს შესაძლებლობა და 2014 წლის შემდეგ პირველად მოხდა ესეთი მასშტაბური გამოცდის ჩატარება.